ის სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები. გრიპის ვირუსისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სასწავლო პროცესი ქვეყნის მასშტაბით 467 სკოლაშია შეჩერებული. 1 თებერვლამდე დაწესებული შეზღუდვის შესახებ განახლებული მონაცემები განათლების სამინისტრომ გუშინ დღის ბოლოს გამოაქვეყნა. 267-მდე გაიზარდა იმ სკოლების რაოდენობა, სადაც ვირუსის გავრცელების რისკმა დასაშვებ მაჩვენებელს გადააჭარბა. რაც შეეხება ამით, რთული პროგნოზის გამო სასწავლო პროცესი ჯამში 200 სკოლაშია შეჩერებული. განათლების სამინისტროს მონიტორინგს კვლევას განაგრძობს და დღის განმავლობაში შესაძლოა ეს ციფრი შეიცვალოს. სკოლებს რეკომენდაცია აქვთ, რომ სასწავლო პროცესი განაახლონ 1 თებერვლიდან, იმ შემთხვევაში თუ ამინდის პროგნოზი იქნება გაუარესებული, ასეთ შემთხვევაში თვითონ სკოლა მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი დღით შეაჩეროს სასწავლო პროცესი. ვირუსებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგცა რეკომენდაცია მხოლოდ 3 დღით შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად 1 თებერვლიდან საქართველოს ყველა სკოლაში უნდა განახლდეს სასწავლო პროცესი.